ვინ იყო? მითხარი სად არის ჩემი შვილი? გამაგებინე როგორი მამა ხარ? ვინ იყო? ვინ არის ის კაცი? ვინ არის მეთქი? თქვი ახლა რა უნდა ვქნათ? დამიბრუნე ჩემი შვილი. სადი გააკეთე რაც გითხრა იმ კაცმა და ჩემი შვილი დამიბრუნე გესმის? ახლავე დამიბრუნე შვილი. ის გაიზვერა. რაღაც უნდა მოვიფიქრო. მარა შენი გეგმები. არანაირი გეგმა არ მჭირდება. ყოველთვის მინდა რომ ჩემი შვილი იპოვო, გაიგე? ჩემი შვილი დამიბრუნე ან მე სამუდამოდ დამივიწყე. მე ხარასოდეს ვეღარ ვნახავ, გაიგე? დამიბრუნე ჩემი შვილი. რა მოხდა, რა გაყვირევთ, რა იყო? რა მოხდა ჯენგიზ? თქვი ბოლოს და ბოლოს. სად არის შენი ტევფიკი? ტელეფონს არ პასუხობს. ჯანი წაიყვანა სკოლაში. ალი მომეცი შენი პისტოლეტი. პისტოლეტი მომეცი. ჯენგიზ. ეზელმისი ხმა გავიგეთ, კივილისგან ყვიროდა. ეს თამაშია, რო გეშენია. ჯანი კარგად არის. ტევფიკი მასთან ერთადაა. ამბობს გაგაგებინებ. რამიზმა ჯანი წაიყვანა. მან ჩემი შვილი წაიყვანა, ჯანი წაიყვანა, გესმით? მერე, რას ველოდებით? წავედით, რაღაც უნდა ვიყონოთ. მართალი ხარ პარტნიორო. წავედით. აქ არის? ჯობია პისტოლეტი ალის მისზე. თუ შენ ესვრი და ალი დაელაპარაკება. მე წინააღმდეგი არ ვარ. ბატონო ჯენგიზ. მობრძანდით. რეცხვის საფასური უკვე გადახდილია. მიდით. მიდით. კიდევ. ცოტა კიდევ. კარგია. კლაუსტროფობიის შეტევა მეწყება. სადაც მითხრა იქ მოვედით. არც მე მომწონს აქ ყოფნა. დაწმენდით. მე მგონი ისეთი არაფერი ხდება. რას აკეთებს ჩემი ულამაზესი დაიკო? სად იყავით? დირექტორს დაელაპარაკეთ? ჯანი როგორ არის? კარგად, ყველაფერი კარგადაა. თუ ასეა შემიძლია ჩემი ახალი ამბავიც გითხრა. გუშინ ეზელმა მაგოცა. გაკოცა? ხო. ეს ჩვენი პირველი კოცნა იყო. აბა რა სიტყვი? ეს ხომ სისულელია ბახარ. ჯერ კიდევ გუშინ მეუბნებოდი ვიღაც სხვა უყვარსო. ეგ გუშინ იყო. და ერთ დღეში დაივიწყა? ნეტავ ასე იყოს. მაგრამ თავარია რომ მან პირველად მისცა თავისუფლება თავისუფლად ყოფილიყო. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ძალიან ნაზად და ფაქისად მკოცნიდა. თითქოს ცდილობდა არ ეწყენინებინა ჩემთვის. ეს უნდა გენახა.
შენი აზრი მაინტერესებს, აბა რა სიტყვი? ეს უკვე პროგრესია არა? არ ვიცი ბახარ, ახლა ეზელისთვის არ მცალია. ვერ გამიგია რა კაცია. როგორ შეუძლია? შენც უყვარდე. და სხვაც. მითხარი, იცი ვინ არის ის ქალი? არა, მე საიდან უნდა ვიცოდე? უბრალოდ შენ უფრო მეც ლაპარაკობ იმ ქალზე ვიდრე მე. იქნებ მან გიამბო რამე მის შესახებ. სისულელეს ნუ ამბობ, რატომ უნდა მოეყოლა რამე? აბა რატომ ბრაზობ? მე ბედნიერი ვარ. ნუ შემიშლი ხელს. შეგეძლო ერთხელ მაინც ყოფილიყავი ჩემი მეგობარი და არა მხოლოდ და. ეს გინდა? კარგი. უკვე რამდენიმე თვეა რაც გარშემო უვლი. მან კი როგორც იქნა პირველად გაკოცა. გასაგებია რომ შენთან ყოფნა არ უნდა. თქვენ შორის არაფერი ხდება. თავს ნუ დაიბრმავებ, შენ ხომ ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ. რამდენი წელი იბრძოდი ავადმყოფობის დასამარცხებლად. სხვა ვინმე მოძებნე და მისთვის იბრძოლე, თავი დაანებე. კარგი? შენ ცდილობ ეზელის გულის მოგებას, მაგრამ არ გამოგივა. მე არ ვაპირებ სხვა კაცის მოძებნას. მე ეზელი მჭირდება. შენ მართალი ხარ. არსებობს რაღაც მიზეზი, რის გამოც მე არ მჭირდები და სიმართლე თუ გინდა რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. მის ადგილას მეც არ მომინდებოდა არაფერი. იმაშიც მართალი ხარ, რომ მე მებრძოლი ვარ. დღემდე ვიბრძოდი ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად და ვიმარჯვებდი. ესე იგი ამის შემდეგაც გავიმარჯვებ. და ჩემსაც მივახწევ. ბაჰარ. გისმენ? უკვე ისედაც ბევრი რამე თქვი. კიდევ რამის თქმა თუ გინდა გისმენ? ასეც ვიფიქრე. რა გითხრა ზეამ? ხომ გითხრა რომ მარტო უნდა მოსულიყავი, ასე არ არის? ო, მითხრა. ახლა რა ვქნათ? რომ დაურეკო, ხვდები ბავს რას უზამს. გამოიცანი. არ დაურეკო. ყველაფერს მოგცემ, რასაც მეტყვი. არ დაურეკო. ასეთი საქმეები ასე მარტივად არ გვარდება. შენ იძლევი ზეა იღებს. შენ მე რა უნდა მომცე? მოიფიქრე. მოიფიქრე რა უნდა მომცე? აიღე. აიღე, სულ შენი იყოს. Anahtarı ver. Gasağıbı miyetsi, mankaniz gasağıbı. Arabanın anahtarını ver. Al senin. Aygı. Bir saatim kaldı. Gamo martui. Ერთი საათი გაქვს სიჩქარე, მატარებელი 10 წუთში გადის. 10 წუთში? დროს ნუ კარგავ გაინზარი. Gitsen. Tadi. თქვენ? ჩვენზე ნუ ფიქრობ წადი. ჯენგის. ყველაფერი გამოგივა. ყოველთვის გამოგდიო და ახლაც გამოგივა. არ ვიცი პარტნიორო, არ ვიცი. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს. თითქოს სასულია ჩემი საქმე. ჯენგის. ყველაფერი გამოგივა ძმაო. თანაც მარტო არ ახარ. რამეს მოვიფიქრებთ და ჩვენც მოვალთ შენთან. ჯანს თუ უშველით თორემ. მე ვეღარ გადარჩები. ვერ გადარჩები. გადარჩები. ეზელ. ჯანს თუ უშველით, მაგრამ მე ვერ გადარჩები. გადარჩები. თუ ვერ გადარჩი, ჯანს მიხედავ. სხვა არავინ მყავს, ვისაც ამას ვთხოვ. ჯანს მიხედავ. არ მინდა ეს ტვირთი შენად კიდო, მაგრამ შენ შეძლებ რომ საუკეთესო მამობა გაუწიო. გააკეთებ ამას. პირდები. დამპირდი. პირდები.
რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე მშვიდად ვარ. წავედით. დიეტევ,პიკ, კიდევ წამომიყვან შენთან ერთად. წამოგიყვან, აუცილებლად. აგაჩერე. იცი, სად უნდა წახვიდე? სად? ჯან, მე ერთი საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით. სად შევხვდებით? სად მივდივართ? მოგეწონება იქ, სადაც მივდივართ. მოგეწონება. წავედით, რემზი. მოიცადეთ. დიდი მადლობა. არაფერს. ოღონდ ახლა არა. გატყობ გეჩქარება. ჯობს არ იკითხო ჩემი ამბავი. მე დიდემი მქვია. მე ჯენგიზი. ვიცი. აქსარაიში ჩამოხვალ. შიშანის მატარებელში ჩაჯდები. იქიდან ანთათურქის სადგურამდე მიხვალ. 45 წუთი გაქვს. იქ რომ მიხვალ, კონვერტს მაშინ გახსნი. ჯენგიზი სტამბოლის წინააღმდეგ. ნახოთ. მაინც რა კონფლიქტი გაქვთ რამისთან? ისი მეგობარი მოვატყუეთ. მერე მეგობარი თვითონ ვერ გაგისორდებათ? ვერა. მოგდა. თქვენ გამო? ჩვენ გამო დაიწყო ყველაფერი. ის ჩვენ გამო მოგდა. თუ ასე სწორად იქცევა, ის სიკეთის მხარეს ყოფილა თქვენ ბოროტების. გასაგებია, ადამიანების კეთილებად და ბოროტებად დაყოფათ. ჩვენ მოგებულის მხარეზე ვართ. ჯენგიზი წაგებულის. ჯენგიზატაი, კერძო შეჯიბრება გასწრებაზე. ბილეთი? ეს რისი ბილეთია? რა საჭიროა ამდენი ხრიკი? აბა შენ რას მთავაზობ? გადავუხადოთ რომ მოკლან. ამდენი ხრიკი საჭიროა ჯენგიზის მოსაშორებლად ისე რომ არ მოუკლათ. რა გულმოწყალე ხარ? შენ მაინც ვერ მიხვდიალი. საქმე სწორედ ისაა, რომ მე დაუნდობელი ვარ. საჯინიბოში ვარ. საჯინიბოშია. როგორც მითხრეს, აქ შეჯიბრება ტარდება. დიახ. საცხენოსნო კლუბი. შესვლა მხოლოდ პიჯაკით შეიძლება. ეს პიჯაკებითაა ახალი მოდაა. ზოგიერთ სტუმარს ავიწყდება ხოლმე. გასვლისას დააბრუნეთ. დიდი მადლობა.
ძალიან ცოტა დრო გაქვს მეგობარო, იჩქარე. საჯის ლოჟა დაგიჯავშნე. უნდა იჩქარო. ჩემი შვილის ხმის გაგონება მინდა. ხმასაც გაიგონებ და დაინახავ კიდეც. გააკეთე რაც გითხარი და სულ მალე ჩაეხუტები. ლოჟაში ადი. დროზე სანამ ვინმეს დაუნახი ხარ. დაჯექი თუ გინდა. შეჯიბრებას უნდა უყუროთ რამის. სად არის ჩემი შვილი? დაჯექი მეგობარო, დაჯექი. თორემ დაგინახავენ. მოგკლავენ თუ დაგინახეს. ახლა პირდაპირ გაიხედე. ვინ მეიცანი? ვერავის ვორცნობ. შეიძლება წავიდე. ცოტა ხანს მოიცადე. ერთი პატარა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. პიჯაკის მარცხენა ჯიბეში ჩაყავი ხელი. მედი ნუქსყვენია. ეს ჩემი საჩუქარია. ვიფიქრე რომ შენ არ გექნებოდა თან. კიდევ ერთხელ გაიხედე წინ. შეჯიბრების დაწყების წინ ის თავის ცხენთან მივა. დაცვის გარეშე კანდირალი მხოლოდ თავის ცხენთან მიდის. შაქარს აჭმევს ხოლმე. შედის საჯინიბოში და მოკალი. არ შემიძლია რამის. ბევრი ერთგული კაცი გყავს, ყველა შეუძლია ამის გაკეთება. მე არ შემიძლია. ეს შენთვისაც ცუდია. მეგობარო, მე აზრი არ მეკითხავს, დავალება მოგეცი. 5 წუთი გაქვს. უпроსტად შენ კი გაქვს ბევრი დრო, მაგრამ ჯანს მხოლოდ 5 წუთი აქვს. ნაბიჯვარო. მარცხნივ გაიხედე მეგობარო, თავი მიატრიალი და გაიხედე. რა ტკბილად ძინავს არა? ნაძირალა. ეს ჭეშმარიტების მომენტია, ჯენგის. გინდა მაჯობო. გინდა მთელ მსოფლიოს აჯობო. თუ ყველაფერი ფეხებზე კიდია, დაჯექი და შეჯიბრებას უყურე. მთელ მსოფლიოს მიეცი მაგალითი. ჯენგის ყველაფერი ფეხებზე კიდია. ვერავინ ვერ აჯობებს ჯენგის ატაის. ეს შენი შანსია. ერთადერთი შანსი. გამბედაობა თუ გეყოფა, თუ მხოლოდ მოგება მთავარი, ნუ ადგები. ნუ ადგები, მეგობარო. ნუ ადგები. ეს რა საჯინიბოა? რა საჯინიბოა? აკრას აკეთებთ? დაგინახავენ. ისაკ არის დაგინახავთ. შენ ხო ვერ შეგვნიშნა, ვერც ისინი შეგვნიშნავენ. აქ ჩემი შვილი ყავს. ჩემი შვილი აქ მოიყვანა. კანდირალიც აქ არის. რა შესანიშნავია ყველა აქ არის. ეს რა თქინდა? რა ხდება? უნდა რომ ის მოგლა. უნდა რომ კანდირალი მოგლა. სასწრაფოდ. უნდა რომ კანდირალი ახლავე მოგლა. რა სიზამ? არ ვიცი. არ ვიცი. ლაპარაკია ჯანზე. ეიშანი ნიმატოვებს. სხვა რა გამაჩნია რა? სხვა რა გააჩნია ჯენგიზ ატაის? რა? არა. აქედან გაქცევა მინდა.
ეიშანს და ჯანს მივატოვებ, გავიქცევი. გავიქცე? გავიქცევი. რა მეთქვით? დამეხმარეთ. რა ვქნა, დამეხმარეთ. გავიქცე? თვალებში უყურე. თან შეესროლე, თავში არა. როცა წაიქცევა, კიდევ ესროლე. ოღონდ უკვე თავში. და წამოდი იქიდან, ოღონდ არ გამოიქცე. ალი, ხელები აგიგან გავდება, არ დაელოდო სანამ გაგივლის. პირველი გასროლის შემდეგ გაგივლის და უმიზნე და ესროლე. ალი, მე იქვე ვიქნები. რამიზი რაღაც ეშმაკობას თუ დააპირებს, ვერ დამიწრება. ეზოლი მანქანას იშოვის და გარეთ დაგველოდება. ჩვენ შენთან ვართ პარტნიორო, რაც არ უნდა გააკეთო შენთან ვართ. რამდენი წუთი დარჩა? ერთი წუთი გადარჩა. ჯან, ჯენგის გადაწყვეტილება უნდა მიიღო. შენ რა სიზამდი ჩემს ადგილზე? მე მოვკლავდი ჯენგის. მე რამის მოძებნიდი და იმასაც მოვკლავდი. შენი პირობა არ დაგავიწყდეს. ვერ მოკლავს. ისეთი გამოხედვა არ აქვს. პირველად ყველას ასეთი გამოხედვა აქვს. შენი თავი გაიხსენე. ალო. მინდა შეგატყობინოთ, რომ საჯინებოში გასროლა მოხდა. სროლის ხმა გავიგონე. გონი მკვლელობა მოხდა. ასენა. ჩემო ლამაზო. ასენა. ასენა. მოდი აქ. აი, ასე. მოდი ჩემთან. მოდი. ასენა. მოდი. ხელები მაღლა. შენ გამოგზავნა. სხვა ვერავინ იშოვა. ჩვენ ვერ მივეჩვევით სხვებისთვის ცხოვრების გართულებას. ზია სხვანაირად მოქმედებს. შენ თუ გამოგზავნა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენთვისაც უნდოდა ცხოვრების გართულება. რაღაც ელოდები. რასაკეთებ, არანორმალურო. რასაკეთებ? მიდი ახლოს მიდი. თავში ესროლე. თავში ესროლე. თავში. მიდი მესროლე. არანორმალურო, მესროლე. რა მოხდა? არაფერი ჩემო ბიჭუნა, შეჯიბრება დაიწყო. მიდი, უყურე. მიდი. არ გაიქცე, გაჩერდი. არ გაიქცე. ელაწადი. თვალებში არ შეხედო იმათ. არ შეხედო. დაიჯერეთ, ჩემი ცხენი მოკლა, ჩემი ასენა. ჯან. ჯან. ვერ შევძელი ეიშან.
ვერ შევძელი. Cengiz. Cengiz akეთ. Ne yapıyor lan bu? რას აკეთებს? Cengiz. Atla. Çeceki. Ne yapıyor lan? Gitti herif. რას აკეთებს? წავიდა, ახლა რა ვქნათ? Bilmiyorum. არ ვიცი. Tefo neredesin? Tefo satkar. Რატომ არ პასუხობდი? Tamam. კარგი, ჩვენს ადგილზე შევხვდებით. Can nerede? ჯანი სად არის? ეზელ ჯანი სად არის? Nasıl bir adam? რა ადამიანი ვარ? რა ადამიანი ვარ? ჩემს შვილს მოკლავენ, ბავშვი ჩემს გამო მოკდება. ის ჩემს გამო მოკდება. არა, არ მოკდება. რამიზი დაგიბრუნებს Sana შვილს. çocuğunu geri verecek Ramiz. Nasıl olacak? როგორ? Sen de onu შენ მას თავის ქალიშვილს დაუბრუნებ. Ne diyorsun sen anne? რა სისულელეს ambob ამდე? benim adım. მე ჰანდი არა ვარ. Dayı senin çocuğun. ძიამ შენი შვილი მოიტაცა. შენ მისი. Ama sen de onun çocuğunu ele geçirdin. მე აზადი ვარ. Evet. ხო, Azadım ben. რამის კარაისკის ქალიშვილი. Ramiz Karaeski'nin kızıyım. Bekleyeceğiz. უნდა მოვიცადოთ. Fevri bir არ უნდა ავჩქარდეთ. ეზელმა შენ საკუთარი შვილი სიცოცხლე განდე, შენ შემპირდი რომ არაფერი დაუშავდებოდა, მეც დაგიჯერე. მინდა რომ ჩემი შვილი დამიბრუნოთ. მინდა ჩემი შვილი დამიბრუნოთ. არაფერი არ მოხდება ეშა. Şu an ჯერ ვერ უკავშირდები რამის. ne plan? არა და რა გეგმა იყო? ეზელ, გეხვეწები შვილი დამიბრუნე. Getireyim. დაგიბრუნებ. დაგიბრუნებ. Ama şimdi მაგრამ ახლა უნდა მოვიცადოთ. არა, ჩვენ ვერ მოვიცდით. ეიშან, წადი ეზელ. წადი და ჩემი შვილი დამიბრუნე. დამივიწყე. დაივიწყე სიყვარული, ყველაფერი დაივიწყე. წარმოიდგინე რომ დედა შენი გელოდება ეზელ, გეხვეწები. გემუდარები. სხვა არაფერი მინდა. შვილი დამიბრუნე. Şimdi git oğlumu getir. შვილებმა შეიძლება თქვენს სახლში იცხოვრონ, მაგრამ მათი სულები სადღაც სხვაგან არიან. მათი სულები მომავლის სასახლეში ცხოვრობენ. თქვენი სიზმარშიც კი ვერ მოხვდებით. თქვენ შეიძლება სცადოთ მათნაირები გახდეთ, მაგრამ ისინი არასოდეს გახდებიან თქვენნაირები. ცხოვრებას ვერ გააჩერებ ერთ ადგილზე, ვერც უკან მიაბრუნებ. თქვენ ხართ მშვილდი, რომელიც ისრებს უშენს საკუთარი შვილების ცხოვრებას. სიყვარულით მოიხარეთ ქედი ამ ისრების წინაშე. რადგან ძალას, რომელიც ამისრებს უშვებს, ეს ისრები არანაკლებ უყვარს, ვიდრე მტკიცე ხელი, რომელსაც მშვილდი აქვს მოზიდული. რა სისულელეს ლაპარაკობზია? ხალილ ჯიბრანი წერდა იმის შესახებ, როგორ შორდებიან შვილები მამებს.
რა წერდა მამებზე, რომლებიც შვილებს არ ტოვებენ? ასეთ მამებზე არაფერს წერდა. ამ საუბარს მოგვიანებით გავაგრძელებთ. რატომ ვერ შეძელი მისი მოკვლა? რატომ? მეგონა შეძლებდი. მკვლელი არ ვარ. რა თვისებითაც არ უნდა გამოირჩეოდნენ მკვლელები. მე ეს თვისება არ მაქვს. სხვებისგან უითხოვ იმას, რაც თავად არ შეგიძლია. ერთ მშვენი ერთ დღეს აღარავინ გეყოლება, ვისაც უბრძანებ. დღეს ჩემს გვერდით არავინ იყო. ხოლო შენ იყავი ჩემ წინააღმდეგ. ლაპარაკი წესებსა და პრინციპებზე არ არის ძია. იმარჯვებს ის, ვისაც უმართლებს. შეეცადე შენ სიღრმას გაუფრთხილდე. მე თავს არ დაგანებებ. არაფერი არ შეცვლილა. რატომ ძია? რატომ არის უმერი შენთვის ასეთი ძვირფასი? იმიტომ, ჯენგის, რომ შენ ჩემი ასლი ხარ. ოდესღაც მე ზუსტად შენსავით მოვიქეცი. იმის შეცვლა აღარ შემიძლია, რაც ჩავიდინე. მაგრამ თუ შენ იგივე ხარ, ვინც მე, სიამოვნებით მოუკლავ საკუთარ თავს. სიამოვნებით. იქნება ჯობებს ერთმანეთი გადავკოცნოთ და შევრიგდეთ. იქნება ჯობებს სიმართლე ვთქვათ, ჯენგის ძმაო. შენი სიკვდილი მე ვარ. მეგობარო. ეიშან, საყვარელო ვიპოვე ჩვენი ბიჭი. სახლში მოვდივართ. ჯან. ყველაფერი კარგადაა? ალო? ბავშვი შენთან არის? კი, ჩემთან არის. ყველაფერი ძველებურადაა? ასეა ეზელ. ეზელ. ბაჰარს ველაპარაკე. მომისმინე. შეგიძლია რაც გინდა ის მთხოვა. ტყუილი თვალთ მაგცობა. რასაც გინდა ყველაფერს გავაკეთებ იმაზე უკეთესადაც კი ვიდრე შენ. ოღონდ ნუ მაინძულებ ჩემს დას ვუღალატო. ისედაც ამას არ აკეთებ? აღარ გავაკეთებ. არჩევანის გაკეთება მოგიწევს. თუ გინდა რომ ბაჰართან იყო, მე გვერდზე გავდგები, თუ მე ამირჩევ მასთან დალაპარაკება მოგიწევს. უფრო მეტად რომ არ ეთკინოს გული. არ შემიძლია. რატომ? მოცდა მოგვიზევს. რატომ? თუ ის აირჩიე, რას უნდა ველოდო? ამ ცხოვრებაში ყველაფრის დაგეგმვა და წინასწარ განჭრეტა შეუძლებელია. შენ დამელოდები იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს. მე მიყვარხარ იმიტომ, რომ
სხვანაირად არ შემიძლია. მაგრამ ეს არ არის უბრალო გატაცება. ისე მიყვარხარ თითქოს მთელი ცხოვრება მიყვარდი. მე არჩევანი არ მაქვს ეიშა. მოგვიწევს მოცდა და ღალატი. სხვა გზა არ გვაქვს. ეს სასტიკია. რა თქმა უნდა ეიშა. ხომ გეუბნებოდი ჯენგიზი კაცის მოკვლას ვერ შეძლებს მეთქი. მე კი გეუბნებოდი ეს უკეთესიც არის მეთქი. ასე კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო ამ საქმეში. ვერაფერს ვერ მიხვდა. ის ვისაც გონია რომ ყველაფერი მოიგო, თავის დანაკარგს არასოდეს ამოწმებს. ეიშანი და ალირა შვებიან. იქ ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა იყოს. არაფერს არ ეჭვებენ. ფიქრობენ რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ისევ დასაწყის დაუბრუნდით, ძია. გეგმის შესახებ მხოლოდ მე და შენ ვიცით. ყველანაირ გათვლას ვაკეთებთ. ყველა წვრილმას ვითვალისწინებთ. შენ არასოდეს შეჯახები ხარ მოულოდნელობებს. როგორ არა, შეჯახები ვარ. ერთი ასეთი მოულოდნელობა აქ არის. ეს შენ ხარ. შენ შვილო, შენ საშინელი გეგმა მოიფიქრე შენი სამეულისთვის. ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. შენ არ შეეჯახე მოულოდნელობებს. კი შევეჯახე. ეს ბაჰარია. ამ ბოროტებამ ვერ გააფუჭა. არ გაბოროტდა. ეს ვერ გავითვალისწინე. რაც ვერ გავითვალისწინეთ, იმან შეიძლება დაგუყופოს. მაშინაც კი როცა ყველა სულა გათვლილი გაქვს. თამაში შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ ყველაზე ძვირფასი ქვის მსხვერპლად გაღება მოგიწიოს. გეყოფა, კარგი? არა, განაგრძე. როგორ ხარ? ცხვირპერი დამინგრიე. როგორ უნდა ვიყო? მართალი ხარ? აბა რა სიტყვი, გმარა? რა სიტყვი ძია? ჯენგიზი არ დაიჯერებს. მან ბავშვი ტევფიქს ანდო. ტევფიქმა კი მე მომიყვანა. ორი ვარიანტი გაქვს. ან ეტყვი რომ ტევფიქმა გიღალატა და დასაჯე. ან ეტყვი რომ მკვდარია. რა ვქნა, მოვკლა რომ ჯენგიზმა დაიჯეროს? მე შენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი. გირჩევ, შენც ასე მოიქცე. არა. ეტყვით რომ გონება დაკარგა. აბა რა სიტყვი? რა სიტყვი დავფიქ? დასაცმელი დაგესვა რა ძმაო. მოგიტანო სუფთა დასაცმელი.
იმოქმედე. ერთი გამოხედვა საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერს მიხვდე. შეგიძლია იფიქრო, რომ ყველაფერი გაითვალისწინე, მაგრამ გაუთვალისწინებელმა წვრილმან მას შესაძლოა შენი ბედის წერა შეცვალოს. მეგობარო, ოღონდ არ მკითხო, როგორ ვარ? არ მკითხო. ტეფო. სიურპრიზი. შემოდი. რა მოხდა? რამე მოხდა? ერთი შეკითხვა მაქვს. გონია შემთხვევა, როცა ისეთი რაღაც დაგინახავს, რისი წარმოდგენაც კი არ შეგეცლა. კი მქონია. შენ? Senin? მეც ყველაფერი წარმოდგენილი მქონდა. ყველაზე კარგით დაწყებული და ყველაზე ცუდით დამთავრებული. მაგრამ ასეთი რაღაცის წარმოდგენა ნამდვილად არ შემეცლა. რას გულისხმობ? აი, ესე იგი იმკურნალებ? ესე იგი იცოცხლებ? ხო, ყველაფერი რაც შეუძლებელი იყო, რომ მომხდარიყო, გართანგელოდება. ყველაფერი რაც არ შეიძლებოდა მომხდარიყო, თავის საათს ელოდება. ერთი კვირის შემდეგ. ყველაფერი რისი გათვალისწინებაც მოასწარი ამაოა. განა შენ იღბლიანი არ იყავი ჯენგის. განა არაპირებდი, რომ ყველასთვის გაგესწრო. შეეცადე გაიხსენო, რატომ ხარ აქ? შენ უკვე გჯეროდა, რომ ყველაფერი დასრულდა. შენ გადაარჩინე შენი შვილი. აბა რატომ ხარ აქ? როგორ გაები მახეში? შენ გიღალათ ეს? როგორ ჩანს რაღაც ვერ გაითვალისწინე ჯენგის?
ვიღაც შემოიყვანე თამაშში. ვინც ყველაფერი ჩაგიშალა. ეს ადგილი დაკავებულია. ეს ჩემი ადგილია. როგორ არის შენი? შენ ხომ უკვე ზიხარ? რა თქვი? მეგობარო. მეგობარო. რა იყო? ეს ჩემი კაცია. თუ რამე პრობლემა გაქვს, მე მითხარი. აქვე მოვაგვარებ. გამარჯობა პარტნიორო. გეთილი იყო შენი მობრძანება. გეთილი იყო შენი მობრძანება ახალ ცხოვრებაში ჯენგიზ. გეთილი იყო შენი მობრძანება. შურიზიების დასაწყისი. როცა მთავრდება სიტყვები, სამზადისი და სირთულეები, როცა მთავრდება უსასრულო მოლოდინი და იწყება ფინალი, წამით დასაწყისს ვუბრუნდებით. უნდა გენახა ყველგან ისინი იყვნენ. აქეთ პოლიცია, იქეთ კანდირალის ხალხი. ვერ წარმოიდგენ ზუსტად ისე იყო როგორც კინოში. არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ გამოვიქეცე. გამოვიქეცე გესმის? იმ საწყალმა ცხენმა რა დაგიშავა? არ ვიცი. იმ ტიპის მოკლა ვერ შევძელე. ასე კი რაღაც მაინც გავაკეთე. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამიზმა ჯანი რატომ დაგიბრუნა? მისი დავალება ხომ ვერ შეასრულე. კარგად მიცნობ ძმაო. და იცი რა ეშმაკიც ვარ. მოვახერხე თავის დაძვრენა. შენს თავს და ეშანს შევპირდი, თუ კი თავს დამანებებს. ხუმრობ, ალი, ხუმრობ. არც მაგაზე დაიხევ უკან. არ ღირს მათი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება. მათთან პრობლემები თუ გექნება, ჩემთან მოდი. რამეს მოვიფიქრებ. გატყობ კარგ ხასიათს ეხარ. თეორია რამიზი არ გამოძრეს საქმიდან. შევამოწმებთ. მეტის მეტი არ მოგივიდეს. ცოტა ხნის წინ კინაღამ მერტი მოვკალი. სეიფი იყო ღიაჰო და გადავწყვიტე რომ რაღაცა იყო იქიდან, მაგრამ ყველაფერი ადგილზე დამხვდა. პარანოიკი გავხდი. მე კიდევ გადავწყვიტე რომ ის ტიპი მოღალატე იყო. რა ქვია? ტეფო. საწყალი ტყვია მოხდა ჩვენი გულისთვის. საავადმყოფოში ვიყავი სანახავად. კინაღამ დაინვალიდდა. კარგი ბიჭია. ახლა როგორ არის? ნორმალურად. თხოვე ჩვენთან დარჩენილიყო, ჩვენ მივხედავდით, მაგრამ სახლში წასვლა გადაწყვიტა. კარგია რომ გამახსენე. ხშირად ვფიქრობ მასზე, უნდა დაურეკო. გავიგო როგორ არის. ტეფო. როგორ ხარ? უკვე ბებიასთან ხარ? მეგობარო, მადლობა ღმერთს. არა ნორმალური ხარ. ჯერ ჭრილობა არ შეგხორცებია. აი ჯენგიზიც ხელავს. არა უშავს. თხის რძე დალია და მალე დაგვიბრუნდები. აქედან შენს დაცვას ვერ შევძლებ. თუ რამე გჭირდება მითხარი და მოვალ ძმაო. ჯენგიზი წყნარად არის? ვერაფერს ვერ მიხვდა? არა რა მოიგონე. ეზელს ველოდებით სერიოზული პარტია უნდა ვითამაშოთ. პრინციპში ჯენგიზი არც არაფერს არ ელოდა. მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს. ძმაო თავს გაუფრთხილდი. დიდი მადლობა. Abi seni bekliyorlar. ისინი შენ გელოდებიან.
უკვე ბოლო თავზე ვართ. Geldik bu kitabın son bölümüne. ერთი რამე დარჩა. Şimdi tek თავად შურიზება. intikamın kendisi. ახლა უკვე ყველაფერი თვითონ Bundan აგორდება. sonrası yokuş aşağı. თოვლის გუნდასავით. Herkes ყველას გესმით ეს? უკვე გადაწყვიტეთ მე რა სიზამთ. bundan sonrasının planını. Sen? შენ? Sen შენ გადაწყვიტე? წლების განმავლობაში აწყობდი გეგმებს. karşında gör. ახლა ეს გეგმები ხორციელდება. Evet, enteresan olacak. ო, ეს საინტერესოა. Bakalım. ნახოთ. რაზე ლაპარაკობდით? ეს რა შიფრი იყო? ჩემზე ლაპარაკობდა? Ben yarın kalkarım. ყველ შევძლება დგომას. მაგაზე არც იფიქრო. ჭრილობიდან ჯერ ისევ სისხლი მოდის. Bak bakayım. შებნებ, აბა შეამოწმე მეორე მხარესაც გამოდის სისხლი. შენი შურიზების დრო მოვიდა შვილო. და ამას შეძლებ კიდეც. Ödeşmek ეგ yetmez. საკმარისი არ არის რამეს. Biraz da ben. წინააღმდეგი არა ვარ ვალში დავრჩე. Ben ne? იმათაც გამოსცადონ როგორია ჩემს ადგილას ყოფნა. Bugün Cengiz benim ახლა ჯენგიზი აღმოჩნდება ჩემს ადგილზე. ყველაფერი დაიწყო. Azat. აზადი სად არის? გაქრა. მამაზე ფიქრობს, ხო და? იმალება. Yapmasın deli bir şey. თავარი არა მესისულელი არ ჩაიდინოს. Ucuna gel. ფინალთან უკვე ახლოს ვარ ძია. Şimdi bir arıza. იმედი მაქვს გოგო ხელს არ შეგვიშლის. ჩიგარაჟანე ეს. მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება შეგვიშალოს. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ადი. მედი, წარმატებას გესურვებ. წავედით რემზი. ამ ადგილის შესახებაც უთხარი? Seninki შენი მეგობარი მოვბრძანდა. რომელი? Hoş geldin. გამარჯობა. Yok mu başka? აბა რას მოგვიყვები მწერალო? Ramiz'den önce უშინ რამიზმა ჯენგიზი კინაღამ მოკლა. მართლა? Nasıl kurtuldun? მე როგორ უშველე თავს? Ya bu şey. სად არის რამიზის ქალიშვილი? ვერ იპოვეთ? Bulamadınız mı? bulduk. ვიპოვეთ საფლავში. ვიღაცამ ჩააზაღლა ის იდიოტი. Yazık. რა სამწუხაროა. Çok işinize yarardı. შეეძლო დახმარებოდათ. Cengiz abi ძმა ჯენგიზი ამბობს, მე თვითონ გაუმკლავდები რამისო. bize de iş. ჩვენი ზღა დაგვრჩენი დავლიოთ. Sana da alayım. შენც მოგიტან. Delirdin mi? შენ რა გაგიჟდე? Bu herif სიმართლე რომ გაიგოს მოკლავს. o dakikada doğru. წადი აქედან. Yürü gidiyorsun. წადი. Bu yüzden სწორედ ამის სათქმელად მოვედი. gidiyorum. მე მივდივარ. Nereye? სად? Beni bir daha იქ სადაც ვერ მომაგნებენ. Baban? მამა შენი? მით უმეტეს ის, Ama bir şeyler მაგრამ კიდევ ერთი საქმე მაქვს. bana yardım eder misin? დამახმარები? Nasıl yani? რა საქმე? Önce ჯერ შენ პირდი. Eğer თუ დამახმარები istersen გეტყვი სად მივდივარ. nereye gidersin? საიდუმლოს გაგიმხრალ. Babama karşı bundan ამაზე უფრო ძლიერი კოზირი მამა ჩემის წინააღმდეგ არ არსებობს. Doğru söyle. როგორ უნდა მივხვდე რომ არ მათყუებ? ჯენგის. Bırakalım artık Kutlu var tehlikeli Ginda. olayları. Senle ჩვენ შორის თავიდანვე რაღაც კავშირი daha გაჩნდა. ilk ასე არ defa არის? bir şeyler var bizim aramızda. Doğru mu? მე არასდროს მოგატყუებ შენ. Artık Şen, ben sana Mehmet yalan Oğuz. söyleme. Sen bana yalan söyle. მითხარი. Ne yapmam gerek? რა უნდა გავაკეთო? Benim için Kim gamı kendini da tehlikeye garis atma.
როცა ბოლო თამაში იწყება, ყველას ეჭვის თვალით უნდა უყურო. შეცდომა არავინ არ უნდა დაუშვოს. არავინ არ უნდა აღმოჩნდეს იქ, სადაც წესით არ უნდა იყოს. დიდი მადლობა. უკვე მოენატრე? Yok ortak. არა პარტნიორო. Kapattık o defteri. ეს გვერდი უკვე გადავფურცლე. Valla. წამოდი. Bu üçlüye içiyorum ben arkadaş. ჩვენი სამეული სადღეგრძელო დავლევთ, შესანიშნავი გუნდი გამოგვივიდა. მე ზოგჯერ ასე მგონია ხოლმე. მართალს ამბობ. Ali abim de kimse... ალის ტყუილად ვერ ათქმევინებ კეთილ სიტყვას. İyi bir şey deneyecek bir yer. ჩვენ ერთადერთი მეგობარი დავკარგეთ, Onu da რომელზეც კარგის თქმა შეიძლებოდა. kaybettik. იმაზე ამბობ, რა ერქვა? ომერი არა? Yok. არა, ომერი ცოცხალი აღარ არის, აღარ გვინდა უკან გახედვა. Bugün geleceğim. მოდით მხოლოდ მომავლისკენ ვიყუროთ. İleri. ჯანი როგორ არის? კოშმარები აღარ აწუხებს? Bizim yanımızda... ჩვენთან სულ ჭირვეულობს. Akşam çıkarken dayı... საღამოობით ზეას უნდა გავუგზავნოთ ხოლმე. O bir şey değil de benim... ეიშანის გული უნდა მოვიგოთ, თორემ Kız robot. რობოტივით არის. Gece kalk... მეშინია ერთ ღამეს არ წამოდგეს და ცეკვა არ დაიწყოს. ისიც გაიხსენე, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მას შენი დანახვაც არ უნდოდა. Diyorsun Ezel? აბა რა სიტყვია ზელ? Nasıl bir manevra? რა მანევრი უნდა გამოვიყენო? მე მგონი კმარა მანევრები. ყველაზე კარგია ცხოვრება ნულიდან დაიწყო ახალ ადგილას. მოკიდე ხელი ჯანს და ეიშანს ჩაალაგეთ ჩემოდნები და წადით აქედან. წადით ბაჰამისან მალდივის კუნძულებზე. თავარი წახვიდეთ. რატომ აქ არ გამოვა? წადი და ეცადეთ ყველაფერი მოაგვაროთ. შორს წადით რომ ყოველმა ჩახუტებამ წარსული არ გაგახსენოთ. რა მაგარია, მეც კი მომინდა აქედან წასვლა. İyi gelir. შეიძლება მართლა კარგი იყოს. აქ ისე ვართ როგორც ციხეში. მართალია. თქვენ თქვენს ცხოვრებაში ხართ ჩაგედილები. დაისვენეთ. მე სასტუმროს საქმეებს მივხედავ. ალი კაზინოს. Tabii oğlum. რა თქმა უნდა, ყველაფერს მივხედავ. Bir haftada izin koparırım. სკოლაში ვთხოვ ჯანი ერთი კვირით გაათავისუფლონ. Doğru diyorsun. მართალი ხარ პარტნიორო. Gideyim değil mi? სადმე უნდა წავიდეთ? სადმე ზღვაზე. რა თქმა უნდა. ერთად გაიღვიძებთ, ისე ირნებთ. ვერავინ ვერ გაიგებს თქვენს ლაპარაკს. მარტო იქნებით. გაიხსენეთ, რა არის ბედნიერება, რას ნიშნავს ერთად ყოფნა, ძმაო. Tamam ortak. კარგი პარტნიორო გეყოფა. სარეკლამო აგენტივით ლაპარაკობ. კარგი, მივდივარ. Bu da mı oyun lan? ესეც თამაშია. წარმოგიდგენია. დავრჩები ამ ქალაქში. როცა ყველაფერი დამთავრდება. სიმართლეს გავუმხელ ჩემი ოჯახის წევრებს. თავარი კითხვები ფინალის შემდეგ ჩნდება ხოლმე? ბაჰართან ერთად ხარ? მომენატრე. Özledin mi beni? რა საკეთებ? რა გინდა? Bırak şimdi. მოეშვი ტელეფონს და მომისმინე. Bir dinle beni. Bir dinle. მომისმინე. Tamam, კარგი, dinliyorum. გისმენ.
მოიცადე. დაფიქრდი სანამ უარ სიტყვი. მე შენ და ჯანი ერთი კვირა მალდივის კუნძულებზე. ისევ სამნი ვიქნები ჩვენი ოჯახი. არ მოგენატრა ეს? მე ძალიან მომენატრა იშენ. არ გამოვა. ვერ წამოვალ. ჯანს გაკვეთილები აქვს. აქეთ სასტუმრო. კიდევ მამა ჩემი. კიდევ ბევრი საქმე მაქვს, ვერ შევძლებ. ეს მხოლოდ თავის არიდებაა. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. შენი აზრით დილიდან რას ვაკეთებდი? ნამდვილი მიზეზი მითხარი. რატომ არ გინდა წამოსვლა? გინდა მეკითხრა. გეშინია. სისულელეს ნოამბობ, არაფრის არ მეშინია. საკუჭნაოში შეხვედი და ჩაიკეტე. და ახლა გეშინია იმის რომ კარი გამიღო. არა. გეშინია რომ ისევ გატკენ გულს. არა. გეშინია რომ გულს გატკენ, მოგატყუებ გცემ. ამის გეშინია. არა, იმის მეშინია რომ შეიძლება სიბრალული გამიჩნდეს შენ მიმართ. რატომ უნდა შეგებრალო ეიშენ? მე უბრალოდ მიყვარს ქალი, რომელსაც არ უყვარ ვარ. ჩემთან ერთად თუ წამოვა დასასვენებლად და ბოლო შანს მომცემს, მე გამოვიყვან მას თავისი საკუჭნაოდან, რომელშიც მე თვითონ ჩავკეტე. გამოვიყვან თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს და თუ ამ შანს ხელიდან გავუშვებ, მაშინ მას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც გაუხარდება. როგორც გამიხარდება? როგორც გაგიხარდება. ჯანს უთხარი მოემზადოს. მივდივართ. მან შემომთავაზა. მე დავთანხმდი. ახლა არ შეიძლება შემთხვევითობის იმედად ყოფნა. შებნები არ მოდის? ტეფოსულის. ტეფოსულის? მე როგორ? მეგობარო, ბილეთები ვიყიდე. მალდივებზე მივდივართ. პარტნიორო, სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. ეიშენი დავითანხმე, მივდივართ. ძალიან მიხარია. მე აქ რას აკეთებ? თქვენ რომ არ დაგშვიდობებოდით ისე როგორ წავიდოდი. ჩვენთან განშორება უჭირს, თუ გინდა ჩვენ წამოვალთ. მალე არ გეწყინოს, მაგრამ შენთან ერთად დასასვენებლად წასვლას უდაბნოში წასვლა მირჩევნია. იდიოტი ხარ. ყველაფერი ძველებურადაა. ყველაფერს ისევ ერთად ვაკეთებთ. ვიღაც გვაკლია არა? მართალი ხარ. თუმცა ახლა შემყავ პარტნიორო. ყველაფერს ასწრებ. ერთი წელიც არ გასულა და უკვე 50-ჯერ მაინც გადამარჩინე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ომერს კი არა შენ დაგიდე ფიცი. რა ფიცი? მოგჭეთ რაღაც სისულელია. ახლა ვეგაჩვენებ. შეხედე? ხედავ ამ ნაიარევს. თითქმის აღარ ჩანს. მაგრამ მაშინ ძალიან მტკივნეული იყო. ომერსაც ჰქონდა ასეთი. ზუსტად ასეთი. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ომერს არ გავიხსენებდით.
სტამბოლი 1988 წელი. თქვენ რა გაგიჟდით? წადით აქედან. აქ ჩვენ ვთამაშობთ. ეს ჩვენი ადგილია. ჩვენ პირველები მოვედით. სულელო, ახლა მოგხვდება. შენი მეგობრები უკვე გაიქცნენ. ვისთან აპირებ თამაშს? მარტო ვაპირებ. აბა გაბედე და გამაგდე. შერს ეძებ? ომერ. არ წავალთ აქედან. რატომ გიჟები ხართ? ეგ არაფერ შუაშია. რას აკეთებს? ჩვენ ძმად ნაფიცები ვართ. თუ ერთი არ იხევს უკან, არც მეორე დაიხევს. ერთი თუ გასაჭირშია, მეორე არ მიატოვებს. ეს ერთი და იგივეა. ერთი თუ დაუძახებს საშველად, მეორე მივა. ჩვენ ყველაფერს ვუყოფთ ერთმანეთს და ერთმანეთს არავის დავაჩაგვრინებთ. ჩვენ ძმად ნაფიცები ვართ. წავიდეთ აქედან, სისხლში ინფექცია შეეჭრებათ, დაიხოცებიან და ჩვენ დაგვბრალდება. რა მაგარია? არ გტკივა? საშილად მტკივა. ჩვენ ძმად ნაფიცები ვართ. სტამბოლი 2010 წელი. რა ხდება პარტნიორო? რა სულელი ვითიცინი? არა, არაფერი. რაღაც გამახსენდა. მოგვიყევი, ჩვენს გავიცინებთ. მაპატიეთ. ალო. ახლა. რაღაც უნდა ვიყიდო სამგზავროდ. კარგად. თამაში. ზოგჯერ გავიწყდება კიდეც, რომელ თამაშს თამაშობ. ზოგჯერ ისე ერთობით თამაშით, რომ საკუთარი თავიც გავიწყდება. ზოგჯერ გავიწყდება, ვინ არის შენი მტერე. ჩემო ლამაზო. უკვე მოდიხარ? ყველა გავუშვი, მე თვითონ ვამზადებ სადილს. მოვდივარ. ლამაზი საჩუქრები გიყიდე. ერთ საქმეს მოურჩები და წამოვალ. ჯენგიზ, რამდენჯერ გითქვამს ასე და დილამდე არ მოსულხარ, გახსოვს? მახსოვს საყურელო. ამჯერად ასე არ მოხდება. დღეს ვერავინ ვერ წამართმევს თქვენს თავს. ვერ ჩემ თვითონ? ვერც მე. ჯენგიზ. მოხვედი? რატომ? ველში ვარ შენთან. მე შენნაირი ვარ აზად. მინდა ჩემი ცხოვრება დავიბრუნო. გამოგდის? რაც უფრო მეტად ვცდილობ, მით უფრო ღრმად ვიძირები, მაგრამ მაინც არ დავნებდები. ამ ბოლო დღეებში ერთ რამეს მივხვდი. მაინც რას? მე მიყვარს ჩემი ოჯახი, ცოლი, შვილი, ჩვენი სახლი. გახსოვს ერთ რეკლამაში იდეალურად ბედნიერი ოჯახი იყო.
არ მიფიქრია, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. გინდა შენ წელს შეაბერდე? შულს ტანსაცმელი გაუცვალო. გინდა ცოლი კრუიში წაიყვანო ქორწინების 50-ე წლის თავზე? მეგონა მუდამ მოზარდად დავრჩებოდი, მაგრამ შევიცვალე აზად. ახლა მხოლოდ გამარჯვება არ მინდა. ამას მამა შენის წყალობით მივხვდი. მე არაფერი არ მჭირდება, ჩემი ოჯახის გარდა. მამა ჩემიც ასე ამბობს. ოღონდ საკუთარ თამაშზე უარის თქმა არ სურს. შენ შეძლებ ამაზე უარის თქმას. ასეთი პირობის მოცემა არ შემიძლია, მაგრამ შევეცდები, თუ დღეს შენ გამო არ მოგვდები. მე კი ამას ვერ შეგპირდები. ჯენგიზ. ყუთში სხვენზე ჩემი პასპორტი, პირადობის მოწმობა და ფულია. მოკლედ ყველაფერი, რაც ჰანდე პასინს ეკუთვნის. უნდა ავიღო, რომ აქედან წასვლა მოვახერხო. შენ თვითონ იმიტომ არ შედიხარ, რომ მე უკვე გავყიდე საკუთარი თავი, შეიძლება მელოდებიან კიდეც. ანუ ან რამიზი დამხვდება, ან უბრალოდ მომკლავენ. ვალდებული არ ხარ. მე დახმარება გთხოვე. თუ გინდა დამეხმარე. თუ არა და გააღე. კიდევ მინდა. ვიდი ჩემი, აი ჩემი. მელი არ გაბრაზდე, მაგრამ ჩვენც უნდა გვასწავლოს. რატომ? ჩემი გაკეთებული კერძები მოგბეზრდა? არა, მაგრამ ხომ იცი ახალგაზრდებს ყველაფერი უკეთესად გამოსდით. დიდება ღმერთს. შეგერგო ჩვილებო. გადაიღე მამა. დედა მელიხა, თქვენ ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებთ. თქვენ ვერ შეგეჯიბრებით. რა იყო გამბედაობა აღარ ყოფნის? გადაგემართა. თუ არ მოგწონს, მაგასაც მე შევჭამ. არა, ეს ჩემია. არა, ჩემია. სალათი კიდევ არის. ჯენგიზი. სტამბოლი 1997 წელი. დედა, ძამიკო ხვალ მიდის, არა? ეს რომ აქ არ იქნება, მაინც გამიკეთებ გემრიელ საჭმელებს. არა, უჩემოდ პურსა და ხალხზე მოგიწევს ყოფნა. რა თქმა უნდა, გავაკეთებ შვილო, აბა რას ვიზამ? შენ საყვარელ საჭმელებს გავაკეთებ. მაგრამ როცა შენი ძმა დაბრუნდება, ყველაზე გემრიელ საჭმელებს მოვამზადებ. მამა, უთხარი რამე. ის ჩვენზე მეტად უყვარს. ომერ, ვახშმის შემდეგ სადმე მიდიხარ? არა. მინდა ბოლოს საღამო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო. ოჯახ. მელიხა, მე კიდევ მინდა.
მეც მინდა. ალო. ნუ oldu? რა მოხდა? დედა, ომერს ყოველდღე მივწერ ხოლმე ჯარში წერილებს. შენ მიკარნახე, მე დავწერ. კარგი. 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 ომერ. მასთან მიდიხარ? Evet baba. ო მამა. ისევ რაღაც შარში გაეხვია რა. Evet baba. ო მამა. ჯენგიზი ცუდ გავლენას ახდენ შენზე. სულ რაღაც უსიამოვნო ამბებია. რამე თუ შეგემთხვა აუცილებლად მისი ბრალი იქნება. დღეს მაინც არ შეიძლება მის გარეშე. Haklısın baba. მართალი ხარ მამა. Siz halleder zaten. უჩემოდაც მოახერხებს რამეს. Yani bir şey olmaz. იმედი მაქვს არაფერი მოხდება. არ შეიძლება არ დაეხმარო როცა გთხოვენ. წადი. დროზე წადი. შენს მეგობართან. სტამბოლი 2010 წელი. უპასუხე შვილო, უცხოები ხომ არ ვართ? წამოვიღე. მართალია ვცემი, მაგრამ მაინც მოახერხე. ჯაჯექი. კედელზე მივასწრისე. ჩქარა. ჭრილობა უნდა შეიხვიო. შენის ტიპი უნდა გენახა. თუმცა ხომ ნახე? ჩემი მოკლა უნდოდა. დიდი მადლობა ჯენგიზ. თურქეთში დავბრუნდი და მამა და მეგობარი ვიპოვე. მე და შენ ერთმანეთს ბედნიერება მოუტანეთ მეგობარო. მომისმინე. მოდი შევთანხმდეთ. 5 წლის შემდეგ შენთან სახლში შევხვდებით ერთმანეთს. ანდე პასი. უარი არ მითხრა. ახალი აზადი და ახალი ჯენგიზი. გადაწყვეტილია? გადაწყვეტილია. კიდევ გვესტუმრე, გავიმეოროთ, კარგი? რა თქმა უნდა, მოვა. ძია მომთას. მოდი. სახელოსნოში ვიმუშაოთ, კარგი? კარგი. მერტ. თავს გაუფრთხილდი. კარგი მეგობარო, შენც. სალათა ძალიან გემრიელი იყო. დედა მელიხა. დედა რაღაცის მოცემა გინდოდა.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის. კარგად იყავით. ნახვამდის. ნახვამდის. კამილ. აქ ყველაფერი კარგადაა. აიღო? Aldım. აიღო. Tamam da iyi haber verin. კარგი. ზიას გააგებინე და ალი მოამზადე. Ya Ali kabul etti. ალიმ უარი რომ თქვას დაითანხმეთ. Şimdi kapı... დროა ყველა კარი დაიკეტოს. Şimdi დროა ოჯახთან ერთად son bir de... უკანასკნელი საღამო გაატარო. Şimdi დროა cellada... ჯალათს ნაჯახი გადასცე. Şimdi დროა sevgili... საყვარელ ქალს დაემშვიდობა. დიდი მადლობა. Çok güzel. რა ლამაზი ხარ. Yavaş. ნელა, Yavaş. ნუ ჩქარობ. Oldu işte. აი, უკვე ადექი. Bak kalktım. ხილად. Sağ ol Şebnem. დიდი მადლობა შებნემ. Sen olmasan შენ რომ არ ყოფილიყავი. Saçmalama. სისულელეს Aynı ნუმბობ. şeyi sen de yapardın. Benim. შენ სწორედ იმავეს გააკეთებდი ჩემთვის. Ne olurdu? მე რომ არ ყოფილიყავი, რა მოხდებოდა? sen olmasan შენ რომ არ ყოფილიყავი. შებნემთან ვალში ხარ. O seni iyi etti. კარგად მოგიარა. tamam გეთანხმები. öderiz borcunu. ვალს დაგიბრუნებ. Faize დიდხანს ნუ გაწელავ, თორემ პროცენტები დაგერიცხება. vaktin olacak. Hayırdır? თუმცა ახლა უკვე ბევრი დრო გექნება. რა მოხდა? მოხდა რამე? ჩვენ არ ვიცით რა მოხდება დღევანდელი საღამოს მერე. შეიძლება ხვალ ალი აღარ იყოს. Ali yok. O ne demek? ეგ რას ნიშნავს? მოიცადე, ჭრილობა ჯერ არ შეგხორცებია. Ne olacak? დღეს რა მოუვა ალის? Kamil. კამილ, Ne olacak? რა მოუვა ალის? Artık გეყოფა ალიზე ფიქრი და ფიქ. belki rolüne ზედმეტად შეიჭერი როლში. იმაზე იფიქრე ამის შემდეგ რას გააკეთებ. თუ ვერ გაუმკლავდები გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს. yapamıyorsan ვის მხარეს ხარ? bir karar vermek zorunda. მაინტერესებს. Hangi taraf? არ მეტყვი? Evet. evet. ჰოუტევფიქ, Hangi tarafta? ვის მხარეს ხარ? ეს არის შენი სიურპრიზი. İlk buluşma. ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილი. Ben mi? რა იყო არ მოგწონს? Yo. მომწონს? Beğendim. აქავრობა ლამაზია. Güzelmiş. Surat... მოიცადე, ცუდ ხასიათზე დადექი. Yo. არა, Niye düşsün? ასე რატომ იფიქრე? Güzel burası. ლამაზი ადგილია. ძალიან მიხარია. Ya biliyordum. ასეც ვიცოდი. Sevdin mi? მოგწონს? Çok. ძალიან. დიდი მადლობა.
მთელი ეს სიხარული, მთელი ეს ბედნიერება. ეს მხოლოდ რეპეტიცია. ნამდვილი ცხოვრება ამის შემდეგ იწყება. შენ თვითონ ნახავ ამას. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებს მისგან. მნიშვნელობა არ აქვს, მე შენ გვერდით ვიქნები თუ არა. ანუ მე პირობა დავდე და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, შევასრულებ ამ პირობას. მაგრამ მე თუ რამე დამემართება, შენ შეასრულე მოცემული პირობა. საერთოდ რატომ ლაპარაკობ ამაზე? შენ პირდი. რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც მე არ ვიყო შენ გვერდით, შენ პირდი რომ მაინც იმკურნალებ. შენ ჩემ გამო არ მკურნალობ. შენ უჩემო და ძიცხოვრებ. შენ პირდი, თორემ ვერ მოვისვენებ. Başka türlü rahat etmeyecek içim. Tamam. კარგი, გვირდები. Hadi kaçın. მოდი მუსიკას მოვუსმინოთ. ეს თამაში არასოდეს დასრულდებაზეა. რაც არ უნდა გავაკეთო, ისევ ჩნდება ახალი საქმე. ამ თამაშის ბოლოს სიკვდილია. არა, რას ამბობ მეგობარო? თამაში ახლა იწყება. ეს მხოლოდ მოთელვა იყო. Kendimi kandırıyorum. თავს ვიტყუებ. ტყუილად გემსახურები. მერე ჩემი ჯერიც მოვა. მაინც არ მომცემი მკასეტას, ჯენგიზის შემდეგ ჩემი ჯერი მოვა. ეს რთული დავალება ალი. ამას თუ ვერ გაართმევ თავს, ჯენგიზზე ადრე დადგება შენი ჯერი. Sen istesen şak diye. თუ ასე ძალიან გინდა, შეგვიძლია ახლავე მოვრჩეთ ყველაფერს. მე არაფერში არ გჭირდები, შეგიძლია ჩემზე უკეთესი შემსრულებელი იპოვო. ო, ვიპოვი. O zaman niye? აბა მე რაში გჭირდები? Madem benim თუ ასეთი რთული დავალებაა, მე რატომ მაძლევ ამ დავალებას? იმიტომ ჩემო ძვირფასო მეგობარო ალი, რომ მიჩვეული ხარ კაცის კლას. მიჩვეული ხარ იმას, რომ კლავ და მერე სხვას აბრალებ. აბა წამოდი, წამოდი ალი. ალი. საქმეს მიხედე. O benim ის არ არის ჩემი მტერი. ჩემი მტერი შენ ხარ. ის შენი მტერი არ არის ჩემო ძვირფასო ალი, ზედმეტი ტვირთია. არც მე ვარ შენი მტერი, ჩემო ძვირფასო ალი. მე შენი პატრონი ვარ. კაცმა უნდა მოგკლას. უნდა მივაფურთხო კასეტასაც, ფულსაც. და კაცმა იმას უნდა გადასცეს შენი თავი. რატომ დგავარ აქ? ჩემი გეშინია, მეგობარო. გეშინია. არავისი არ მეშინია. გეშინია. ომერის აჩრდილის გეშინია. ბაჰარის სიძულვილის გეშინია. გეშინია რომ ღრმა სიბერემდე იცოცხლებ და მარტოობაში მოკვდები. ზიარამიზის გეშინია როცა თვალებში გიყურებს. ნუქსვენია ჩემო ძვირფასო ალი. ყველას ეშინია რაღაცის. ყველას ალი. ჩემო მეგობარო. შერისი გეშინია. მე რომ გითხრ არის იმეშინია, მე შენი შემეშინდება. შვილო.
წადი, შეასრულე დავალება და მორჩეთ ამით. იდი, ჩემო ძვირფასოვალი. Eyvallah dayı. ნახვამდის წია. Bugün tarih kendi... დღეს ყველაფერი წრეზე დაბრუნდება. Bugün დღეს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. გადააგდე ტელეფონი. ან იქით გაიხედე, ან აქეთ. Bugün başka დღეს არ ვაპირებ თვალის არიდებას. Bugün sadece burası. დღეს მხოლოდ ეს ადგილი არსებობს. Bugün sadece მხოლოდ შენ არსებობ. Bugün მხოლოდ ბედნიერება. Güzelmiş. კარგი. Neymiş bugün? მაგრამ რით განსხვავდება ეს დღე სხვა დღეებისგან? İnsan ზოგჯერ ისევ ცხოვრობთ. geri alabilecek. გგონია ყველაფრის უკან დაბრუნება შეიძლება. Ben bundan მე აღარ დაუბრუნდები წარსულში. Peki მერე o sevdiğin შენი kadın, საყვარელი ქალი ona ne olacak? იმას რას უპირებ? hepsi დღეიდან ყველა მძიმე მოგონება veren bütün anılar წარსულში დარჩება. bugünden sonra ყველაფერი. Gel yanıma. მოდი ჩემთან.